China Maxing-ი ეს ახალი ტრენდია ონლაინში, რომელიც მოჰყვა წინა ვირუსულ მოგზაურობის ტრენდებს, როგორიცაა China Travel-ი და China Cool-ი. როდესაც უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ცდილობს ჩინეთი ჩვეულებრივი ტურისტული ადგილების მიღმა შეიგრძნოს და ტექნოლოგიების სულ უფრო მეტად ხდება მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი. რობოტიკის გამოფენაზე პეკინში ტურისტებს შეუძლიათ ახლოდან ნახონ ჰუმანოიდი რობოტები, უხურონ როგორ ამზადებენ ისინი ყავას, ატრიალებენ ბლინებს, ცეკვავენ და თუნდაც წერენ ჩინურ კალიგრაფიას. ამიტომ ეს ძალიან სახალისოდ მეჩვენება. ვფიქრობ, საოცარია, რომ ჩინეთმა ასეთი წარმოუდგენელი ტექნოლოგია შეიმუშავა. ჩვენ მექსიკაში ამდენი რობოტი არ გვყავს, ამიტომ ვფიქრობ, ამან ჩემი შეხედულება შეცვალა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგია მომავალში მსოფლიო შეცვალოს. ზოგიერთი ტურისტი კი ამ გამოცდილებას კიდევ ერთი ნაბიჯით ავითარებს და ქარხნებს სტუმრობს, რათა ნახოს, როგორ იქნება ეს ტექნოლოგია. Xiaomi-ის ელექტრომობილების ქარხანაში პეკინში ასობით რობოტი ასრულებს ზუსტ ამოცანებს საწარმოო ხაზზე. მათ შეეძლოთ დაენახათ ბევრი საინტერესო რამ, რასაც ალბათ საკუთარ ქვეყანაში ვერ ნახავდნენ, როგორც დახვეწილობის, ისე მასშტაბის მხრივ. ვფიქრობ, მასშტაბი და განვითარების დონე საკმაოდ შთამბეჭდავი იქნებოდა. მაგრამ მაღალ ტექნოლოგიური გამოცდილება მხოლოდ ქარხნის საწარმოო სივრცით არ შემოიფარგლება. ტურისტები ქალაქებს შორის სწრაფმავალი მატარებლებით გადაადგილდებიან, ხოლო ღირსშესანიშნავ ადგილებში მრავალენოვან ხელოვნური ინტელექტის გიდებს იყენებენ და შენჟენში მასშტაბურ დრონების სინათლის შოუებს უყურებენ. ასეთი მოსახერხებელი რაღაცები ჩინეთს ძალიან მაგარს ხდის და ჩინეთში მოგზაურობასაც ძალიან მაგარს ხდის. ამავე დროს სტუმრები უფრო ინტერაქტიულ კულტურულ გამოცდილებას ეძებენ. იქნება ეს ჩაის ფოთლების კრეფა ჰენანში, ჩინეთის ისტორიული ქალაქების აღმოჩენა თუ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტების შეძენა. და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ინტერესი რეალურ მოგზაურობაშიც გადაიქცა. წელს პირველ ნახევარში ჩინეთმა თითქმის 23 მილიონი უცხოელი სტუმარი მიიღო, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ზე მეტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ტურისტულმა ხარჯებმაც მნიშვნელოვნად მოიმატა. ივნისის შემდეგ 72.9%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთის უვიზო პოლიტიკა კი იქ ჩასვლას კიდევ უფრო ამარტივებს. სამოგზაურო სააგენტოები ამბობენ, რომ ვიზიტორები სულ უფრო ხშირად ითხოვენ ტექნოლოგიების ინტეგრირებას თავიანთ მოგზაურობაში, მათ შორის რობოტ კომპანიების ჩართვასაც. დრონების მწარმოებლები, ავტონომიური მართვის გამოცდილება და თუნდაც დრონით მიწოდება დიდ კედელზე. ეს ტურიზმის ახალი ტიპია, სადაც თავად დანიშნულების ადგილი ტექნოლოგიების დემონსტრირების სივრცეა.